დღეს ჩვენ ვარ პოზნანში, პოლონეთში. სადაც საერთოდ ვერაფერს გააკეთე. ყოველ შემთხვევაში ხალხი მეუბნებოდა ამას, მაგრამ მე ვარ მისიაზე, რომ დავამტკიცო ყველგან შეუძლია ადამიანს გართობა, თუნდაც ყველაზე მოსაწყენ ქალაქშიც კი. თუმას ეს რა თქმა უნდა. შევქმენი სია, რა უნდა გავაკეთო ამ მოსაწყენ ქალაქში. ჭამა, შოპინგი, არქიტექტურის ნახვა, გადაადგილება, კომფორტი და რაც მთავარია, გართობა. თქვენ კი გავუყევით ჩემ მოგზაურობაში. ამ ტრიპში რა თქმა უნდა მივდივარ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც ადრე პოლონეთში ჩამტოვა. 2 წლის წინ ვარშავაში წავედით ტეტრისი, ოზი და სლენდერა და უკან ვეღარ წამოვედით. ხალხო, ჩავჭით, ესე ვარშავაში ვარ. და ჩვენ ჩარჩენა პოლონეთში უკავშირდება ოზის და სკამს. ოღონდ ეს არ არის ჩვეულებრივი სკამი, ეს არის მასაჟის სკამი. ოზი ჩაწვა, გაუტკბა და დაავიწლა რომ მივფრინავდით. მაგრამ ახლა უკვე 2025-ში, როდესაც უკვე ჩავედით პოლონეთში, მოხდა იგივე. ამის გამო ჩარჩით წინაზე ახლა და ისევ აქ ვართ. ეს პიტბული არ გეგონოთ ეს ოზია და ჩავმიყვანა სადღაც გლდანში. აეროპორტში ხართ ჩემო ჯერ. გლდანი რეკონსტრუქცია. აი ბიჭო, მაკაიფი ცოტა ხარ. 8 საათია მოვდივართ. დავიღალე. შეგიძლია წეხოიც. tot გამოსადეგარი არის ძმა. ზენგო არ შეგაწუხოს. მაგარი მზეა ჭერდა. არო ხახი დამსვა სადღაც. ოზიმ შეუკვეთა ჟურეკი. როდესაც ჩამოს პოლონეთში ყოველთვის პირველი ჟურეკს უკეთავს და მე შეუკვეთე პიროგი. არის მოხინკლო, დამფლინგი ანუ. ამ ტრადიციულ საჭმელს შევაფასებ როგორი არის. ლუდი ჯერჯერობით ძალიან მომეწონა ოზი მინდა გითხრა. ლეხ პილსნერი არის, ასე რომ ხო, ლეხ პილს ქვია ამას. ვაუ, კაი ფაკ. ლუდია. ვაუ, ფაკ. შეიძლება გამო მოვიდა პიროგი და მოკლედ რო გითხრათ, 3 სხვადასხვა შიგთავსით შევუკვეთ. 15 ცალი ჯამში. ერთი იყო კარტოფილის, ერთი იყო სოკო და კომბოსტო, ხოლო ბოლო კი ღორის ხორცის. კარტოფილი იყო სასწაული, უგემრიელესი, რომელიც ძალიან გავდა კარტოფილის ხინკალს. ართლა. აუ, აი, ხედე ზევიდან გადავ. რომელსაც 10-დანაც დაუწერ აუცილებლად. შემდეგ იყო კომბოსტოს და სოკოსი. მე სოკოს დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ძალიან მომეწონა. ერთ-ერთი ტოპი იყო 10-დან 9. 10-დან 9-ს უწერ მიუხედავად იმისა, რომ სოკო არ მიყვარს. და ბოლო არის ღორის ხორცი, რომელიც იყო საზიზღრობა. როგორ მოგეწონება მაღაზია. ასე ხორცი? მართალი იყო. ხორცი ყველაზე ნაკლებად მომეწონა. ხალხი რომლებიც ხინკალზე აქვს გაზრდილი, აუ რა ყრება. ობენ. მოკლედ ასეთია ჩვენი სახლი პირველი დღისთვის. ნუ გეშინიათ მეგობრებო. პოლონეთში ჩამოვიდნენ და გეები გახდნენო არა, მე აქ მძინოს მე. ჩემი მტერე დაგიწვეს შენ. მოკლედ ამ სახლში ვართ ერთი დღით, იმიტომ რომ მე გადავალთ სასტუმროში, სადაც ვიქნებით ცალ-ცალკე. პანორამა არის და ბიჭო, მაგარი რაღაც არის, მე და კარლსონი გონია თავი. აუ, ხო არ ღადავ. რა ხედზე ვარ ნახე? აი შეგე. ასე გაქვს მოწევა სახში ისჯება ხო იცი აქ. აბა საგნა მოწე. გავხსნა ჩახოთ. რაო? ამ ადგილის გამაზვა არ იქნებოდა და ამიტომ გადავიღებ ფოტოები. და თუ გინდათ ჩემი უფრო მეტი ფოტოებს და ვიდეოებს ნახვა, გავუნყევით Instagram-ზე, რადგან იქ დაიდება ბევრი behind the scenes. არო ხალხი, ავახართ. სალამეციდა. მაგარი უძინარი წამოვედი და ოზიც წასულა, უნდა დავეწიო. მაგარი გამიტკბა ძილი. და იმენა მოტული ქათაბი. ახლა უნდა წამოვყანოს ოზინა დამალევი. მე ვკისრულობო ყველაფერსო და მეც მოკი წავედი. ხალხი, ქუჩაში არ არის საერთოდ. ბიჭო, ანუ ვივაუთ ხა იმ ქუჩამდე სადაც ბარები და რაღაცეები არის. ნახავ აი ზაჯვარდინზე არის უბრალოდ. იმ ქუჩაზე არავინ იყო. მაგრამ შევედით რაღაც ბარში, რომელშიც მხოლოდ ხანში შესული game developer-ები იყვნენ. და რატო შევედით მაინც და მაინც მათ არის დაკავშირებული ჩვენს პოლონურ ტრიპთან, რასაც ამ ვიდეოში მალევე გაიგებთ. რომ აღიწეროთ ვიზუალი ადამიანების, წარმოიდგინეთ ჭარბწონიანი, მელოტი კაცი, რომელსაც დარჩენილი თმა მოზრდილი აქვს და ხალიჩას დავარდნო ჩუპაჩუპს გავს. აცია Minecraft-ის Creeper-ის მაისური და Roblox-ის ჟაკეტი. უკეთია სათვალე და აქვს ამაზრზენი წვერი. ნუ მოკლედ რო ვთქვა სტერეოტიპური Discord მოდერატორები იყვნენ. არმესი ამონა აურა, ამოვედით და ვნახეთ ოზის იქაური მეგობარი გაბრიელი. შემდეგ კი გადავწყვიტეთ მაგ ქუჩაზე ყველა ბარში თითო-თითო შოტი დაგველია.
saying. Thank you. ათენა მეორე დღე ისახლი დავტოვეთ და გადავინაცვლეთ უკვე რედისონის სასტუმროში, რომელსაც აუცილებლად განახევთ, მაგრამ ჯერ გეტყვით რატომ ვართ საერთოდ პოლონეთში. მე და ოზი ვიყავით GIC-ის მოწვევით, ანუ Gaming Industry Conference-ის მოწვევით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული კონფერენცია ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება Poznan Game Arena-ზე. იქ მოდიან თამაშების შექმნელები, indie და AAA კომპანიები, გამომცემლები, ინვესტორები, ტექნოლოგიური კომპანიები, ანუ Unity, Unreal, Intel, Nvidia და სხვები. კონფერენცია აერთიანებს სემინარებს, ვორქშოპებს, პანელურ დისკუსიას, ბიზნეს მიტინგებს და მოკლედ თლიან ნეტვორკინგზე არის რა აგებული. Auto pleasure. ხალხო ახლა ნახეთ რა სიტყვის პროსტა. თამაშები სადაც არის საომარი სიტუაციები, კონსულტაციებს გადიან ამასთან ხოლმე. მაგას თავიდანვე Microsoft-ში აქ ნამუშევარ Flight Simulator-ის ერთ-ერთი შემქმნელი არის ეს და კარგი ბევრი ძალიან დიდი ის აქ რა ქვია რა ესე ვთქვათ და ლეგენდა არის ამ ინდუსტრიის. ცოცხალ ლეგენდას ჩამოვართ მეგობრებო ხელი. ხდება კითხვა, რა მინდა მე აქ? Georgian Games Developer Association-ის თვითონ content managers. მით უმეტესთან ერთ-ერთი ჟიური ვიყავი და წლის საუკეთესო თამაშები ავირჩიე სხვადასხვა ჟანრში. მეც არ ვიცი. ოზი მითხა წამოხვა პოლონეთში gaming event-ზე. მეთქი, okay? ავდექით და წამოვედით. ზუსტად ასე იყო, მართლა. ახლა მივდივართ ტბაზე, რომელზეც ოზი მითხრა რომ მაგარიოს. მაგარია ლამაზი არის მეთქი უბრალოდ ბიჭო არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ლამაზი ტბა არის. მეჩვენება თუ? ამიბლატავდი ცოტა, ჰა? არ დაგტოვო შე. ჩემი უნდა დატოვო ბიჭო. უკანა ფრენის ბილეთები შენ გაქვიცი. მეგობრებო, ძალიან მაგარ ტბასთან მივყავარ. რომელიც აქედან ვიცი რომ ძალიან კარგად გამოიყურება. ეს არის პატარა ტბა, რომელიც არის პარკში. ეგ პატარა იხვები არის. შესანიშნავი არის. ვის წარმოედგინა საერთოდ კლდანში ტბა არ მაქვს საერთოდ. ორი. ეს შესანიშნაობაა ძმაო. თქვი რომ კაია. კარგი, ძალიან ლამაზი ნახე, იხვი მოდი ჩვენგან. იგარ მახო დამცია და გადამახვა ფოტოები რო გადამოახვა, მე უნდა გადავუხო. ნომერში შემოვედით ბიჭო და რა ხდება? რედისონი ძმაო, ეს არ მომყვება პროსტო. ახე, ამას თავისი ნომერი. ხო. ცოტა ფიძილია ჩემო. შენ კუთხისაა. ასე რომ ახი რა მეფურია ბიჭო აქ აქ რო წევარ და იქით რო უყურებ ოზი როგორ ჯობს. ეს მოლი არის ჩემი ისე რო ქვია ხედი. აბა შხაპი მიიღებენი. რამოდენიმე საათი გავატარე ნომერში, დავიძინე, ვიბანავე და პლუსებთან ერთად აღმოვაჩინე რამოდენიმე მინუსს. არ მქონა ხალათი და ჩუსტები და გავარკვიე რომ შემდეგ ეს ყველაფერი ცალკე ფულირდა. რედისონის სასტუმროში დაიმახსოვრეთ. ასევე ეს სასტუმრო ყოფილა non smoking სასტუმრო და მე როგორც მწეველი, არსად არ მქონა სივრცე რომ მომეწია, არც აივანი, არც ჩემს სართულზე რაიმე მოსაწევი კუთხე. უნდა ჩავსულიყავი ყოველთვის დაბლა, მომეწია და ამოვსულიყავი ისევ უკან. და ეს ყველაფერი ხდებოდა 9 საათში ერთხელ წარმოვიდგინე. ჰალო. დღეს 3 ჩვენი პოლონური ტრიპის გათენდა. ჭამე სხვათაშორის ძალიან მაგარი საჭმელი იყო. ამინდი როგორც ყოველთვის არ არის საამაყო მდგომარეობაში. სულწიმა აბსოლუტურად ყოველთვის. და დღეს გეგმაში არის cosplay event-ზე დასწრება. მაგრამ სანამ ამას განახევთ, მოდი შევაჯამოთ პირველი ორი დღე. ჯერჯერობით ვერაფრით გავერთე. პირველ დღეს თუ არ ჩავთვლით. უფრო ვისვენებ ვიდრე ვერთობი. საჭმელი, კომფორტი და არქიტექტურა მომწონს, რაც ამწვანებს ამ კომპონენტებს ჩემს სიაში. გართობა კი ისევ გაყვითლებული არის. მაგრამ ჯერ მესამე დღეა და ყველაფერი წინ არის. კურვა, სად მოვედი. ბიჭო, ეს არის e-sport მხარე აქაურობის რა. უზარმაზარი ეკრანი არის წინ და იქ რაღაც გუნდები ითამაშებენ, როგორც ხვდები. ვიცი შესახვედრად აცხადა. 13 წლის cosplayer-ს ხვდები არა? ახი რა კაცი ეს პერევეშნიკი არის უეჭვე. აი ესენი მაგინებენ მე matchmaking-ში. მერტო ჩემო დიდება. გეცნობინ არის? აქ მერგო პატივი მენახა ჩემი ბავშვობის საყვარელი CS:GO პლეიერი პაშა ბაიცებს. You are not my friends, you my brothers, my friend.
იცი შენ ვის შესახვედრადაც მოხდია. მის შესახვედრად მოვედი, ხა? დეცროუქის. რეთუდი იყო ეგ შეყვე. რეთუდის. What? ეს როლე მე სადაც ვარ, ბენი? რა? აუ დამენც. ბავშვია, ბიჭო, რას უხ შენი. ჩაგრავენ, აქეთ ამას ჩაგრავენ. ამ სადიზმის მერე ჩვენმა ვაჟკაცმა მოინდომა რინგზე შესვლა. მიდი ოზი შეტრაკო. ახე ნახე რა. ახე. აუ ერთი ხელი წაიღო. მიდი არ შემარცხნე შეკუანა. ახე ნახე ბიჭო. ახე როგორ ეთომარება, მიდი შენი. როდი უგები გოგა? ახე აუ გაროჩი. უფრო მაგარი დაგნარი არის. გადა ჩემი ემოციური ზარალის მერე საღამოს ოზიმ დამპატიჟა სუშიზე, რომელიც იყო უგემრიელის. ეგეთი რო ჯერ არ მიჭამია. ეს ნახეთ რა კარგ ხასიათზე სუში ჭამა, სულში ჩამა ფურთხა და მე -10 გრადუსში ვიწურები, წნევა მაქვს. ხوار გამოვიწყეთ სასწრაფოს. დასღვა გაყო. ხახო ყველანაირი ფართი გავმაზე. სუში გაგისწავდა? სუში გამისწორდა კი არა? Food coma. Food coma ქვიაო ამას. იმდენად ბევრს ვეჭამ, რომ ეგრევე ძილი გინდება და ეხლა რო წახვალ და წაუძინებ 1.5 საათი, ხო? კი, 1.5 საათი. სპონტანურად გამოვედით, კამერაც არ წამომეღია და კამერა რო არ წამოვიღე DJI Osmo-Nano, ახალი DJI-ის კამერა. ბიჭები, ფულიანი. ანუ შესაბამისად დღეს არის შოპინგის დღე და ვიყიდე DJI Osmo-Nano, რომელიც სექტემბერში გამოვიდა და საქართველოში ჯერ ოფიციალურად არ გვაქვს. სანამ გავტესტავთ ვიტყვი რომ ვიყიდე სტანდარტ კომბო 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით. ამას მოყვებოდა მაგნიტური ყელსაბამი, ქუძე დასამაგრებელი, ვაკუუმით დასამაგრებელი ბრტყელ ზედაპირზე და ეს ყველაფერი დამიჯდა დაახლოებით 960 ლარი. რაც ძალიან აბსურდული ფასი არის. ზუსტად იგივე, რაც დაგიჯდებოდა Amazon-ზე. უბრალოდ რომ გამოვაკლოთ გამბაჟების და წონის ფული. და აქ როდესაც შემოვა, რახან DJI-ის ოფიციალური მაღაზია არ გვაქვს, დაახლოებით ვარაუდობ რომ დამიჯდებოდა 1500 ლარი მინიმუმ. ასე რომ საჭმელად დაწყებული, ტექნიკითა და ტანსაცმლით დამთავრებული თიდანათი აქაურ ფასებს. გავერთი თავისუფლად კატაობით და გადაღებით და მივედი საბოლოოდ მოლში. სადაც რაიმეს ყიდვა მინდოდა, მაგრამ უბრალოდ ერთი მაისური და რა ვიყიდე? დიახ, ტრუსები. მაგრამ კინაღამ დავკარგე. წავედი უკან. ოზი. პარკი. სხვაზე დავკიდე და სხვაზე დავჯექი. წავო უკან. წამოუკა დავრჩა. სად დავრჩა? იქ. სხვაზე დავკიდე და დაჯდარი იყო, შეჩევა და დავისაგა წამოუკა. გაიგიცი ვაზე ისიკურება DJI შეჩევა და მე მაგას მიუსწრე. კაი. მე და ოზი ოდესაც გამოვედით, ჯერ ჩავთე ერთი სკუტერი, რომელიც დამჯდარი იყო და ვერ ვნახე თავიდან. შემდეგ კიდე გადავედი მეორე სკუტერზე. მაგრამ ის პარკი, სადაც ჩემი ტორუსები დავტოვე პირველ სკუტერზე. ავნელვიულდი, წამოვედი უკან, მოვქროდი, მორბოდი, მოვსრიალებ, ყველაფერს ვაკეთებდი და დამოვიწყო რომ საქართველოში არ ვიყავი და ამ ტრუსებსაც არ მომპარავდნენ და იყო ისე არხეინად როგორც დავტოვე მანდ. მაგრამ აკეთობისას გზაზე ესეთი რაღაც მოხდა. Sorry bro, sorry. ვინც ფიქრობს რომ მე წითელზე გავიარე, მოდი აგიხსნით რა მოხდა. მე უკვე აკრეფილი მქონდა სიჩქარე, თავიდან ჩანდა რომ იქ მე გზაზე მწვანე მქონდა, უეცრად წითელი ამენთო, მაგრამ ძღოლს არ ქონია თავის ხარეს წვანიანთებული და ქონდა წითელი. მაგრამ დამავიწყა რომ საქართველოში არ ვიყავით და პირიქით არ გადმომიხტებოდა ვიღაცა და არ გამინგრევდა თავყბას, მე და ძღოლმა ერთმანეთს მოუბოდიშეთ ხელები აუციეთ და გავაგზელეთ ჩვეულებრივად გზა. დღევანდელი დღე იყო სრულად საყიდლებზე სიარულის. მეტი არაფერი საინტერესო და არც გადაგვაღებინეს მოლებში.
ვიყიდე საცვლები, რომელზეც კომენტარს არ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ კომფორტულია. ვიყიდე ტექნიკა DJI Osmo Nano, რომელიც უმაგრესი action კამერაა და ოფიციალურ მაღაზიაში დამიჯდა ძალიან იაფი. თითქმის ის ფასი, რაც ადევს აქ მეორად action კამერებს Facebook Marketplace-ზე. ვიყიდე CK მაისური, რომელიც 70 ლარი დამიჯდა, ასევე Polo და სხვა ბრენდების ტანსაცმელი. ორიგინალ მაღაზიებში ის გადავიხადე, რაც აქ გდანის ბაზრობაზე რო გაიარო და მოკიდო ლოგოზე ცხელზე შემოждარი კაცის მაგრად ველოსიპედზე შემოსკუპებული ტიპი. და მოკლედ რო შევადაროთ, აქაური მეორად ტექნიკის და ბაზრობის ტანსაცმლის ფასების ტოლია, იქაური ახალი აუთენტურის ფასი. ჩემს სიაში შოპინგი უდაოდ გამწვანდა. Yo, another day, another sleigh. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, ბარგდებით, უბრალოდ ჩავბარგდით, პატარა რაღაცები დამჩა აქა და დღეს ტოვებთ ამ სასტუმროს, ხო? ხო და დღეს გადავდივართ ახალ სასტუმროში, მაგრამ სანამ ახალ სასტუმრომდე გადავალთ 4 საათზე გვაქვს მან ჩეკინი. აქამდე ოზიმ რაღაცა ნინჯა e-sport რაღაც უნდა გაიაროს. ზოოპარკშიც გვინდა წასვლა, მე უეჭველი უნდა წავიდე ზოოპარკში. და მოკლედ ესეთი დღე გვექნება, გუშინ ცოტა ჩაგვივარდა, მაგრამ დღეს გვექნება ესეთი ამბავი. საბოლოო წვიმაში მარტო მივედი ზოოპარკში და დამხვდა ეს. ესენი ხო თბილისშიც მყავს ბიჭო. მე ვიცი ვაკ სადაც წითელი პანდა არის და რაღაცეები ეკი. და ის წითელი პანდა სადაც მეგულებოდა თურმე ყოფილა სხვა ზოოპარკში და წვიმის გამო დაკეტილი იყო. აი ესეთი ბედი მაქვს მე. ახლა კი ვნახოთ რა შვება ოზი. ბიჭო, დიდ stage-ზე კაი ხანია აღარ ყოფილვარ და Demon Slayer-ას ხვდები ვიღაცას. აი მაშინ იღებს მონაწილეობას. აქ უნდა გააკეთოს 30 კილი. კილი მე უნდა გადავხდე ამ რაღაცეებზე და ბოლოს ზევით 30 კილი და ბაზარი. მოიგო ხალხო, მოიგო ამ ცხენერმა. ამან როგორ მოიგო? ალბათ ჩამოვა ის უნდა ვცემო მეორე. ნახეთ რა მაგარი ლიფტში ვართ, ჯერ ხო გასაღები ჭირდება. ხო, გასაღები. ხო, იქოქება ლიფტი. უნდა შეარჭო. ეს არჭო. გადაატრიალო და ხოვდივართ მე-4 სართულს და რო ჩააჭერ. დაიძრება. ოთხს ვაუშვებ, გაჩერდება. ხო, მოდი არა გაუშვა. ესე ნელა ავდივართ. ესეთ მდგომარეობაში ვართ. ან შეგეთ ამომასწრო მე-4 სართულს და თან ჩემოდანს მოათრევდა. ხო, ჩემოდანი ამქონა. და ეს იყო ჩვენი ბოლო დღე. ოზი მოიგო და ბედნიერია, მე კიდე წავაგე, ვერ ვნახე ჩემი წითელი პანდა. დავლიეთ და დილით გავეშვიეთ უკვე ვარშავაში. სადაც გვექნებოდა გადაჯდომა, იქაც გავერთეთ, დავლიეთ, ვიხალისეთ და მალევე წამოვედით თბილისში. ჩემი აზრით ეს ქალაქი ყველასთვის არ არის. შენ თუ გართობა დალევა დიდი ქალაქი, ქაოსი და მეტი ხალხი გირჩევნია, აუცილებლად უნდა წახვიდე ვარშავაში. და თუ გინდა რომ გაჩილო, დაისვენო და უბრალოდ განიტვირთო, უნდა წახვიდე პოზნანში. მე ვარშავაშიც ვარ და პოზნანშიც ვარ ნამყოფი და ამათ შედარება რომ გავაკეთოთ არის სადა დედამიწა. ერთი არის ქაოსურად მოძრავი, მეორე არის უფრო წყნარი და დინჯი. ვარშავა ძვირია, პოზნანი იაფი. ვარშავა ხმაურიანია, პოზნანი წყნარი. და შენ რას ფიქრობ, წახვიდოდი პოზნანში? დამიწერე კომენტარებში და აქამდე თუ მოხვედი და არხი არ გაქვს გამოწერილი, ძალიან გთხოვ რომ ახლა მაინც გამოიწერო.